სამ დაკავშირებით ჩვენი ძველი ნაცნობი და მეგობარი ფსიქოლოგი დიანა ტარიელაშვილი გვესტუმრა. დიანა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აბა როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხს? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა არის და ზუსტად აქტუალური, იმიტომ რომ სეზონში ვიმყოფებით, როცა დიდი გასაქანი აქვთ ბავშვებს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ჩვილობის ასაკიდან დაწყებული. სკოლამდელი ასაკი იქნება ის თუ სკოლის შემდეგ. ის მრავალფეროვანი, ის მდიდარი პერიოდია, რომელიც სენსორულად, მოტორულად, აკადემიურად შეიძლება გამოვიყენოთ სწორად. მაგრამ როცა ვახსენებ სიტყვას აკადემიურად, ეს არ ნიშნავს, რომ გაკვეთილების ცხრილით უნდა იჯდეს ბავშვი და იგივე აქტივობები და დავალებები ასრულოს, რაც სკოლის პერიოდში აკეთებდა. ბუნებრივია ესე არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი ტვინი მუშაობს ნეირონების დაკავშირების გზით და ეს ნეირონი ინფორმაციას იმახსოვრებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გამეორება ცოდნის წყაროა ჩვენი ანდაზის არ იყოს. თუ ის ინფორმაცია არ გავახსენეთ ბავშვს რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუნდაც თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ ის ნეირონი იშლება, წყდება. ანუ ლექსი, რომელიც მანამდე ვისწავლეთ სკოლის პერიოდის განმავლობაში, შეიძლება დამავიწყდეს თუ არ გამახსენე ერთი-ორჯერ. მათემატიკური ამოცანა ან განტოლებები შეიძლება მალევე გამოირეცხოს ტვინიდან, ხო? მარტივად რომ ვთქვათ. ანუ ჯობია ხოლმე ეს არდადეგები დავგეგმოთ, ასე ვთქვათ, მაინც გავწეროთ და პერიოდულად კვირაში ერთხელ თამაშით, ახალი ამოცანებით, კვესტებით, თუნდაც სამაგიდო თამაშების სახით, ბავშვს შევახსენოთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ სექტემბრიდან მაისამდე მან შეისწავლა და აღიქვა. სულ არაფერს თუ არ შევთავაზეთ, ბუნებრივია ნეირონი მალევე წაიშლება და სურათს მივიღებთ სექტემბრისთვის არ მახსოვს. არაფერი არ მახსოვს და ამას მოყვება ბუნებრივია სტრესი, შფოთვა, რომ ის რაც ვიცოდი აღარ შემინარჩუნდა. ამიტომ მშობლებს რეკომენდაციას მივცემდით, რომ გავიხსენოთ. შევეხოთ, გავიმეოროთ, რადგან ისევ და ისევ ვინარჩუნებთ იმ ინფორმაციას, რომელიც აქამდე მივიღეთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს რაღაცა გაკვეთილის ფორმით. ხო, სტრესული მდგომარეობა. მოდი გავიხსენოთ, აბა ეს დავალება. მოდი ის წიგნები, რომლებიც წინა წელს გავიარეთ, კიდევ ერთხელ შევიჭყიდოთ შიგნით. ასევე შეგვიძლია წავიდეთ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ბავშვს შევთავაზოთ ახალი ჟანრი, სამკითხველო, რომელიც მას თვითონ აინტერესებს. არ არის აუცილებელი, მაინდამაინც დავალება, რომელიც მოგვცა მასწავლებელმა იმ ჟანრში ვიმოძრაოთ. შეგვიძლია კომიქსები შევუძინოთ და კომიქსების სახით ბავშვმა ის წიგნი შეჭამოს, იმიტომ რომ იქ ძალიან პატარა-პატარა ფრაზებია და იქ არის ემოციები, იქ არის სიუჟეტი, იქ არის სოციალური ურთიერთობა, რომელიც წააკითხებს ბავშვს, მოტივაციას მისცემს. და მშობელს მისცემს ზუსტად იმ რეზულტატს და შედეგს, რომელიც მას ჭირდებოდა ბავშვმა წიგნი წაიკითხა. რა მნიშვნელობა აქვს როგორი წიგნი, როგორი მოცულობის ფრაზები და სიტყვები იყო, მთავარია წიგნთან ერთად იყო ამ პერიოდის განმავლობაში. ეს უკვე ის არის, რაც გვჭირდება. რაც შეეხება ცოტა მანამდე ასაკს, რომელიც არის სკოლამდელი ასაკი, ეს არის ის ასაკი, რომელიც სენსიტიურია, ხო? ამ ასაკში ბავშვებს და მერეც ბუნებრივია ძალიან უნდათ გაჯეტებთან ახლოს ყოფნა, გაჯეტებთან ერთად თამაში, ცოტა მოიკლო ეს შესამჩნევი გახდა სოციალური ურთიერთობების სტიმული შევიდა სოციალურ ურთიერთობაში. ვითამაშე ბავშვებთან, ამიტომ ჩვენ უნდა შევამციროთ გაჯეტი და ბავშვი უფრო ბევრი ეზოში გაუშვათ, რომ ითამაშონ ზუსტად ის თამაშები, რაც ჩვენ აქამდე გამოვიარეთ ჩვენს ბავშვობაში, კლასობანა, დამალობანა, წრეში ბურთი, ძალიან დავალებები, ეს არის მოტორული დავალებები, ხო? მოტორული აქტივობები. არა იჯექი ერთ ადგილზე და გაჯეთს უყურე, არამედ გაიქეცი, ბავშვებთან ერთად ირბინე, დავალებები გააკეთეთ, ომობანა ითამაშე. ხო, მაგრამ აქ ხო მეორე მხარეც არის. ეხლა ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ, ხო, ამ ამბავს და აბა ეხლა ბავშვის გადმოსახედიდან შევხედოთ. ესე იგი, სრულიად ლეგიტიმურად ბავშვს შეუძლია მოითხოვოს, რომ აი მთელი წელი ვისწავლე და დამანებეთ ეხლა თავი დამასვენე. ხო, მომეცი ის კომპიუტერი, რომელსაც მთელი წელი მიზღუდავდი. დალი, ამიტომ ქვია შენ მშობელი და იმას ბავშვი, რომ რაღაცნაირად იმ კალაპოტში პასუხისგებლობით არა, მე მეორე მხარიდან მაინც უნდა და აბსოლუტურად ვეთანხმები გალბატონ დიანას, რომ ეს თამაშით უნდა მოხდეს და ძალიან ძალდაუტანებელ და პირიქით ხო, მანდარი მთავარი. წინას არ უნდა გაფრთხილოს არანაირი სკოლა, არანაირი გაკვეთილი. აი ხელ ჩვენ გავერთოთ, რაღაცა სხვანაირი. კი, მოვიფიქროთ, დავგეგმოთ უამრავი იდეა და
ამოცანა შეგვიძლია მოვძებნოთ ინტერნეტში, ხო? და ბავშვს შევახსნათ ის კლასიკური თამაშები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, იმიტომ ჩვენ მქონდა ერთი ჯოხი, რომელიც იყო თოფიც, ავტომატიც, როცა უმობანებს თამაშობდით. ხო, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სულ არ არის საჭირო რაღაც განსაკუთრებული მრავალფეროვნება. ხელმისაწვდომი, თუნდაც სამაგიდო თამაშების რაოდენობა და მრავალფეროვნება, რომელიც ოჯახს შევძლებთ ერთად თუნდაც პიკნიკზე წავიღოთ და ძალიან კარგად გავერთოთ და ამასობაში ტვინისთვის ბუსტერი იყოს ერთგვარი, ხო, განვითარებისთვის. რაც შეეხება კიდევ მანამდე უკან რო წავიდეთ ჩულობის პერიოდში, ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი პერიოდია, ბავშვი გავუშვათ მდელოზე, მინდორში, შევახოთ ფოთლებს, შევახოთ ყვავილებს, დავაყნოსინოთ, ამასობაში გავაჟღეროთ, ნახე რა ლამაზია გარემო, ნახე რა ლამაზია ბუნება, რომ იყოს ის ჰარმონიულ განვითარებაში სამყაროსთან, ხო? კი არა, უი არ მოკიდო, უი საშიშია, აქეთ ჭიამაია გაჩნდება, იქით ჭიანჭველა. არა, ყველაფერს შეეხება აუცილებლად, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც ევოლუციურად გამოქვაბულიდან ხოხვით გამოდიოდა, რაც აკეთებდა, ის ყველაფერს ეხებოდა. თავს საკუთარი თითების ბალიშებით ნებისმიერ ტექსტურას, შეცნობის, ადგილს, სისუელეს, სიმშრალეს, სიმაგრეს ეცნობოდა საკუთარი თითის ბალიშებით და ეს იყო სენსორული განვითარება, რომელიც თანამედროვე ბავშვებს სამწუხაროდ არ აქვს, იმიტომ რომ მეტლახი, კაფელი, პარკეტი, არიქა იქვე ხალიჩაც არის, რომ სიცივეს არ შეეხო და ბავშვებს არ აქვთ ეს სენსორული განვითარება და ეს ძალიან კარგად ჩანს ჩემთან და სპეციალისტებთან, როცა მოდის ბავშვი და 4 წლის ბავშვს პირში მიაქვს სათამაშოები, იმიტომ რომ გამოტოვა ის პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო სენსორული განვითარებისთვის. ამიტომ მივცეთ თავისუფლება. უამრავჯერ მithქვამს ამაზე, რომ მოტორული, სენსორული თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი სოფელი ჩემი გადმოსახედი როგორც სპეციალისტი არის ყველაზე მდიდარი ადგილი, სადაც ბავშვი შეიძლება განვითარდეს. არა all inclusive სასტუმროში, არამედ სოფელში, სადაც გაინავარდებს ბავშვი ყველაფერს. თუ წვრიან ბალახზე არ გავიარე რა მამული. აი დერა ერთი რაღაცა უნდა გითხოთ კიდე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის, აი ძილის მოწესრიგება, ძილის რეჟიმი. აი თქვენი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ აი პირადად მე ძალიან სრულად მახსოვს ეს ამბავი ერთ-ერთ არ მიყვარდა შუადღის ძილი და ძალით მაწვენდნენ და ვიყავი ესეთ რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში ძილის მოწესრიგებას. კი, ძალიან კარგი კითხვაა, სხვათა შორის მეც მინდოდა ამ თემაზე შეხება და კარგია რომ ეს კითხვა დასვით. ნახეთ, როცა ჩვენ ვიცით წინასწარ რომ ბავშვი წავა სექტემბრიდან სკოლაში და მას ექნება დილის სმენა, თქვა 9 საათი, ესე იგი უკვე აგვისტოს პირველიდან ჩვენ უკვე ხამე გვიან აღარ ვუშვებთ ბავშვს დასაძინებლად, არამედ ცოტა უნდა გადმოვწიოთ 9-სკენ 10-სკენ, რომ ბავშვმა თავისუფლად მარტივად შეძლოს გაღვიძება უკვე დილით. უკვე ერთი თვით ადრე პერიოდში ვაკეთებთ ადაპტაციას ახალ გარემოებებთან. კი, ეხლა ზაფხულია და შეგიძლიათ 11-ზე და 12-ზე დაიძინოთ, მაგრამ უნდა დავგეგმოთ, რომ სავარაუდოდ სექტემბრისთვის გაუჭირდება ადგომა. ამიტომ აუცილებლად წინ გადმოვაქვს ეს პერიოდი. რაც შეეხება შუადღის ძილს, შუადღის ძილი და ზოგადად საღამოსაც 1-5 წუთით ჩათვლემა დიდ მოზრდილ ადამიანთვისაც ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ როცა ადამიანი იძინებს, მათ შორის შუადღის ძილი ბავშვობის პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის გადასახარშად, იმ დიდარი რესურსების თუ ინფორმაციის თუ ნებისმიერი რაღაც, რაც ვისწავლე, დასალაგებლად თაროებზე, რაც მჭირდება იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია გამყარებული იყოს სენსორულად. მეორე დღეს ამის შესახებ მე მოვუყვე უფროსებთან, გარშემოყოფებთან. ანუ ძილი მჭირდება იმისთვის, რომ გადავალაგო ინფორმაცია, განვიტვირთო, დავისმენო. ხოლო ბავშვებს, რომლებსაც ეს ძილი ამოგდებული აქვთ, ეთყობათ, რომ ოდნავ ნერვული სტიმულაცია ახსნებული არის, შფოთვა არის, შეიძლება მეტი პროტესტი არის წამოსული, ანუ რაღაცები დალაგებული არ არის. ამიტომ თულად ძილის ამოგდება სასარგებლო არ არის განსაკუთრებით პატარა ასაკში, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა, ინდივიდუუმები, რომლებსაც არ ჭირდება ძილი, იმიტომ რომ ნერვული სისტემა იმდენად ძლიერი და მაგარი აქვთ, რომ ისედაც ყოფნით მთელი დღისთვის გასაძლებად. და ამ ინფორმაციის დასალაგებლად. ამიტომ ამასაც ინდივიდუალურად შევხედოთ, მაგრამ დავიმახსოვროთ მაინც ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ პატარებს ძილი ჭირდებათ შუადღე იმისთვის, რომ დაისვენონ, დაალაგონ ინფორმაცია, რომელიც დღის განმავლობაში მიიღეს და მოემზადონ ახალი, ანუ ჭიქა გავსონ წყლით ახალი ინფორმაციის მისაღები
მისაღებად და დღის დასამუშავებლად, რომელიც მას წინებით. ბარემ ვთქვათ, აი მთავარი რეკომენდაციაც, როგორ გავატაროთ ჩვენ შვილებთან ერთად ზაფხული ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი და ჩავატიოთ როგორმე ეს საინტერესოა. ზაფხული გავატაროთ ბედნიერებმა, პოზიტიურებმა, ვიცოდეთ, რომ ეს ზაფხული თუ ნებისმიერი დრო, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვებთან ვიყოთ მაქსიმალურად პოზიტიურები, მიმღებები, უანგარო სიყვარული იყოს ჩვენ შორის და რასაც დავგეგმავთ და რასაც გავაკეთებთ, თავარია ერთობით იყოს. ერთობით, დროის კარგად ტარებით, იქნება ეს თამაში, იქნება ეს მოგზაურობა, იქნება ეს უბრალოდ ოჯახში სუფრასთან ერთად ყოფნა, თავარია აქ იყოს სიყვარული ერთმანეთის მიმართ დაფასებ. ძალიან დიდი მადლობა. კალათონი დიანა ტარიელაშვილი. დასასრული იყო ხო აი ამ საუბრის. სტუმარი და ვიღებთ პირობას რომ ჩვენ კიდე არაერთხელ შევხვდებით. 9 საათი მოახლოვდა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენს ეთერში არის მოამბის დრო.